მეგობრებო, საერთო გაშლით მოვიდი ახლა თემატიკა იქნება ასეთი შუალედი მაქვს. ანჯარა ასე ვთქვათ დროის და თქვენ გვერდით ვარ, თქვენი მხრიდან ჩემ გვერდით დადექით და აუცილებლად დაალაიკეთ. არ დაგიზარდეთ და დამიწერეთ კომენტარები. ყველა თქვენ ჩადებული ენერგიისთვის მადლობა უღმესი. გამოწერილი ვისაც არ ყავართ, გამომწერეთ, გადააზიარეთ, რომ სხვებმაც მიიღონ თავის საჭირო ინფორმაცია ჩემი დახმარებით და თქვენი დახმარებით პირველ რიგში. პირადი გაშლები პირადში. თემა არის პაუზა თუ დასასრული, თქვენი საყვარელი ერთ-ერთი თემატიკაა. ყველაზე დიდი მოლოდინი ამ გაშლებს აქვს ხოლმე, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი საუკეთესო თქვენთვის სასურველი თემატიკაა და ვნახოთ. ხა ჩაიფიქრეთ თქვენი თავი, თქვენი პარტნიორი გაშლა ორივე სქესია, ერთზე ვისაუბრებ. რა ხდება ახლა თქვენ ურთიერთობაში, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა, რა ხდება ახლა თქვენ ურთიერთობაში? 7-იან თასი ამოდის. 8-იან ხმალი, 10-იან ხმალი. რაღაცა დასასრულს უახლოვდება თქვენი ტანჯვა, თქვენი ფიქრების შეზღუდული. ой, კარტებს ცოტა დავფარავ, რომ არ დაგვიბლოკოს. რაღაცნაირად მენტალურ კუთხეში დგეხართ, მოდი ესე ვიტყვი, თითქოს რაღაცას ფანტაზიორობდით, რაღაცა თქვენ შედევრს ხატავდით ამ ურთიერთობიდან გამომდინარე, რაღაცნაირად ვარდისფერი სათვალეები გეკეთათ, მოდი ესე ვიტყვი ამ ურთიერთობაში და რეალობას ცოტა ნაკლებად აღიქვავდით. მიჩვენებენ, რომ ეხლა თითქოს რაღაცა ტანჯვის დასასრულია, რაღაცა თვალი აგეხილათ, მაგრამ პრინციპში ასე დავფარავ. 8-იანი ხმლით თქვენ თავს თითქოს კუთხეში იყენებთ, თითქოს მოძრაობა შეზღუდული გაქვთ, თითქოს არ შეგიძლიათ ნაბიჯი გადადგათ ამ ურთიერთობაში, თითქოს რაღაცნაირად ვერ გადიხართ თქვენ კონტაქტზე, თქვენი ფიქრებიდან გამომდინარეა ეს უფრო ხმლები არის ფიქრები, თქვენ თავს ზღუდავთ თქვენი ფიქრებიდან გამომდინარე. რაღაცა აწონდაწონის რეჟიმში ხართ 2-იან ჟეზლით. შესაძლებელია ამ პარტნიორთან ერთად სხვა პარტნიორი გამოგიჩნდათ და ასე ვთქვათ, ადარებთ ერთმანეთს, ახლა მივსე იმას დრო თუ ამ ახალ ადამიანთან დავიწყო სრულიად ახალი ურთიერთობა და იმ ყველაფრის მოლოდინის რეჟიმი დავასრულო, მაგრამ რაღაცას წონით. შეიძლება სხვა პარტნიორიც არ არის, მაგრამ უბრალოდ პერიოდი გაქვთ ისეთი, რომ ფიქრობთ ღირს კი ამ ადამიანის ლოდინი საერთოდ თუ მოდი დავასრულო და ჩემ ცხოვრებას მივხედოთ და რაღაცნაირად ახალ ეტაპს შევუდგა ჩემი ცხოვრებისას ამ ადამიანის გარეშე, ნუ თუ არ მოდის, არ მოდის. არა და ფიქრები ძალიან შემზღუდავ მდგომარეობაში ხართ, საკუთარ თავს იზღუდავთ, საკუთარ თავს თითქოს რაღაცებს უკრძალავთ თქვენი მენტალობიდან გამომდინარე. უკრძალავთ იმ კონტაქტზე გასვლას, ზოგისთვის შეიძლება იყოს, რომ ნაბიჯის გადადგმას, აი თქვენ აქტიურობას თქვენ თავში ჩიხში აყენებთ, მოდი ესე ვიტყვი და ეს ყველაფერი არის არა იქიდან გამომდინარე, რომ მართლა არ შეგიძლიათ ნაბიჯის გადადგმა ან რამე აქტიურობა, ეს თქვენ თავს, ასე ვთქვათ, მარწუხებში აყენებთ თქვენი ფიქრიდან გამომდინარე, რომ აი ვერ თითქოს თქვენი ეგო არ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ აი რაღაცა პირველი თქვენ გახვიდეთ კონტაქტზე, პირველი მოიბოდიშოთ თუ სადაც მოსაბოდიშებელია და ვისაც გაქვთ ის შეგრძნება, რომ აი რაღაცა დანაშაული წილი თქვენზეც არის ამ ურთიერთობის პაუზის თუ დასასრულისა. ყველას თქვენი გექნებათ საერთო გაშლაში და ნახვები ბევრია და ლაიკები მინიმალური და გააქტიურდით, ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ ენერგოცვლისთვის აუცილებელია როგორც თქვენთვის, ასევე ჩემთვის. ნახოთ მაშინ თუ ატყობთ რომ თქვენი ეს ენერგეტიკა რას გრძნობს ეს ადამიანი პირველ რიგში ხლა დღესდღეობით თქვენთან მიმართებაში. ვინ ხართ მისთვის? თასის დედოფალი, საყვარელი ქალი ამოდის. სამყარო 21 მაღალი არკანი. და თასის პრინცი. ეს კარტები უნდა გაჩვენოთ. არ არის დაფარული და არ არის ღია და შემიძლია გაჩვენოთ. თასის დედოფალი და თასის პრინცი, რომელიც ზურგ-ზურგ გეხართ ეხლა ერთმანეთის მიმართ, მაგრამ ორივეს ერთმანეთის მიმართ თასები გიჭირავთ და თქვენ შორის არის მთელი სამყარო, თითქოს რაღაცა დიდი, მოდი ესე ვიტყვი, დიდი
დრო დიდი შეიძლება ტერიტორიული სიშორე გაშორებთ ერთმანეთს, შეიძლება უბრალოდ გაშორებთ ერთმანეთს არაშეხვედრები და ამას აჩვენებს სამყარო შეიძლება იყოს თქვენი შეხვედრები და ერთმანეთის ნახვა მხოლოდ სოციალური ქსელით, რაც სამყაროს მხრივ არ არის ამ კარტით გამორიცხული, რომ ეს არის დიდი, ასე ვთქვათ, მასების შეკრების ადგილი, შეიძლება მხოლოდ სოციალური ქსელებით აკვირდებით ერთმანეთს, მაგრამ ისიც აკვირდებით ესე კი არა, ესე თითქოს ერთმანეთს აჩვენებთ თქვენ მენტალურ და ემოციურ მდგომარეობას, რომ კი მიყვარხარ და შენს მიმართ ემოციები მაქვს, მაგრამ გაბრაზებული ვარ, გაბუტულ ტუჩებს აჩვენებთ ერთმანეთს, მოდი ესე პირდაპირ გეტყვით. 3000-ით არის შანსი იმისი, რომ ამ ურთიერთობაზე ითქვას, რომ შეიძლება რაღაც ნაწილისთვის იყოს სასიყვარულო სამკუთხედზე, ყოფებზე ეს გაშლა, ანუ თქვენი მხრიდან არის თუ მისი მხრიდან ამ ყველაფერს აღარ ჩაუღრმავდები ახლა ამ გაშლაში, იმიტომ რომ ეს სხვა თემატიკაა. შეიძლება იყოს ნაწილისთვის, კიდევ ვიმეორებ, გაბუტული მდგომარეობა სასიყვარულო სამკუთხედიდან გამომდინარე ვიღაცეები ჩაერივნენ თქვენ ურთიერთობაში, ან სადღაც ემოციურ რაღაცას ღებულობს ეს ადამიანი, თუ თქვენი მხრიდან თქვენ ღებულობთ და ეს ადამიანი ცოტა აფსაიდში დატოვეთ, ასე ვიტყოდი. ასეთი ნაწილი იქნება, რომ ასე ვთქვათ, ძალიან ასევე შეიძლება იყოს არა მხოლოდ საყვარელი ადამიანი, შეიძლება მესამე ადამიანები ერევიან თქვენ ურთიერთობაში. ეს იქნება დედა, და, ძმა, მამა, ასე შემდეგ, ოჯახის წევრები, საყვარელი ძმაკაცი და ქალი, ასე ვთქვათ, ადამიანები, ვინც რაღაცნაირად თავის სიტყვას და გავლენას ახდენენ ამ ურთიერთობის შეზღუდვაზე, ასე ვიტყოდი და მხოლოდ სოციალური ქსელით გაქვთ საშუალება, ასე ვთქვათ, ერთმანეთს დაინახოთ, თვალი მოკროთ, სტორები და ვიდეოები გადახედოთ, მაგრამ ისეთი სახე გაქვთ, რომ არც ერთი არ იმჩნევთ, რომ აი ამ ერთმანეთის დანახვას ძალიან მოლოდინით, ასე ვთქვათ, ელოდებით, დიდი მოლოდინით. შეიძლება ადამიანი ახლა იყოს მეგობრების წრეში, 2-3 ადამიანის წრეში, ასევე რაღაც ნაწილისთვის იქნება ყოველთვის არა საერთო გაშლაში და ნუ მიწერთ ხოლმე მეგობრებო, რა მაგრა გაარტყი, აი ეს თემატიკა საერთოდ მაგიჟებს. რა მაგრა გაარტყი და იდენტიფიკაციას როგორ არტყავ, მე არ ვარტყავ მეგობრებო, ეს არის საერთო გაშლა, ეს საერთო გაშლა ხდება საერთო ენერგეტიკის წაკითხვის ფონზე. და თუ რამე არ ხდება, ვერ გაარტყი და ეს ჩემზე არ არის და ასე შემდეგ, ასეთ კომენტარებს ნუ დამიწერთ ხოლმე, იმიტომ რომ მე გარტყმას არ უნდები, მე ვკითხულობ ენერგეტიკას და საერთო გაშლაში შეიძლება რაღაცა ნაწილი ამოკრიფოთ, შეიძლება სრული გაშლა იყოს თქვენი და ეს უნდა მიხვდეთ ხოლმე. ლოგიკურია, რომ საერთო გაშლაში მე კი არ ვარტყამ თქვენ სიტუაციას და მაგრად ყვები. მე ენერგეტიკას ვკითხულობ და თქვენ ღებულობთ იმ ინფორმაციას, რომელიც გერგებათ თქვენ. შეიძლება ისე ჩაიაროს გაშლამ, საერთოდ არც ერთი სიტყვა თქვენზე არ იყოს. საერთო გაშლა არის ამიტომ საერთო, რომ ყველასი რაღაცა ინფორმაცია, რომელიც ჭირდებათ, მიიღებთ ჩემგან. პირადი გაშლა არის ზუსტი და ის გარტყმა და ის ყველაფერი იქნება პირადი თქვენი და ეს ყველაფერი უნდა ამდენი ახსნის გარეშე უნდა ხვდებოდეთ. ძალიან იოლია მე მგონი და ლოგიკურია, რომ მილიონობით ადამიანს ერთი და იგივე სიტუაცია დეტალებში არ გექნებათ. თქვენი ურთიერთობას კალოდის ძირში 4-იან ჟეზლით მიჩვენება, რომ სტაბილური ესეთი შეხვედრები გაქვთ, სტაბილური ურთიერთობა გაქვთ, თუმცა ეხლა გაქვთ პერიოდი პაუზის, კაკრას რაც ჩვენი გაშლა არის, კაკრას რუსული სიტყვა ვიხმარეთ და დამიწერეთ ახლა ვიცი ისევ კომენტარებს ამ სიტყვასთან დაკავშირებით ხაზ გაუსვავთ, წერეთ და იყავით ჰეიტერებს მიმართავ. პაუზა თუ დასასრული გავიგოთ თქვენი ურთიერთობის. პაუზა თუ დასასრული. ესე იგი, თასის მეფე. თვარე და 9 პენტაკლი. ეს არ არის დასასრული, ეს არის პაუზა, მაგრამ ძალიან ბევრი ემოციები გაქვთ ადამიანი თავის თასით. ისევ მოვა ცოტა უფრო გაზრდილი, ვიდრე პრინცია, რომელმაც ზურგი გაქციათ და სადღაც წავიდა, შეიძლება გადაადგილებაშია ტერიტორიულში და ამას აჩვენებდეს ახლა კარტი. თასის მეფეს სახით მოვა, უფრო ცოტა გაზრდილი, უფრო დაღვინებული, აი თქვენი ემოციების და გაურკვეველი ეჭვების, რომელიც ახლა გრღნით და სულს გიხუთავთ და ჰაერს და ჟანგბადს გიკეტავთ ეს ემოციური ფონი, რომელიც ახლა თქვენშია, 9 პენტაკლად შეიძლება. 9 პენტაკლი ეს არის პრინციპში ფინანსური კარგი წყარო გელოდებათ, მაგრამ პაუზა ეს არის დასასრული. 9 ჟეზლით ადამიანი რაღაცა თავის
ტკეპნის მომენტს გიჩვენებთ და ცოტა დეპრესიულ მდგომარეობაშიც არის, მაგრამ გამოვა.